მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური კვლავ პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა, ეკონომიკის და რეგიონალური განვითარების მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. მიმდინარეობს გაერთიანებული კომიტეტების ხდომა. მანამდე კი დეპუტატები ძალოვანი მინისტრობის კანდიდატებს შეხვდნენ. ირაკლი ალასანია სამხედრო ომბუდსმენის პოსტის შემოღებას გეგმავს. ყურადღება მიექცევა საფინანსო დისციპლინის დამყარებას. ირაკლი ღარიბაშვილი კი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალთან შეურიგებელი იქნება, თუმცა ეს ბრძოლა იქნება კანონიერი და პატიოსანი. პირველივე დღეებიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საფინანსო და დისციპლინის დამყარებას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ათეულობით მილიონი იყო დახარჯული აბსოლუტურად ყველანაირი, ასე ვთქვათ, აღრიცხვის გარეშე. ეს საქმე ბუნებრივია შესწავლილი იქნება შესაბამისი ორგანოების მიერ და სრული წარმოდგენა თუ რა მდგომარეობა და რა მემკვიდრეობა გვხდება თავდაცვის უწყებაში, წარმოდგენილი იქნება ჩემს მიერ უკვე თავდაცვის მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში ამის მერე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ მსოფლიოს მოწინავე პრაქტიკის დანერგვის მიზნით მჭიდროდ ვითანამშრომლობთ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან, პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საზოგადოებრივი განვითარების ადეკვატურად იგი შეიმუშავებს სისტემის უცხოური და დინამიური განვითარების გეგმას. ეს არის იყო ბიუროს აქტიურობა. საქმე მინდა ორი სიტყვით შევეხოთ. ჩვენს მიდგომებს კრიმინალთან დაკავშირებით. იმენთან მიმართ. სასახად მინდა კიდევ ხაზგასმით გამოვყოთ ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად შეურიგებელი კრიმინალის წინააღმდეგ. ბრძოლა იქნება კანონის ფარგლებში. წინამორბედ პოლიტიკური გუნდისგან განსხვავებით ჩვენ არ გვაქვს არაჯანსაღი ამბიცია, რომ ვართ სასწავლო მოქმედები და ძალადობის გადავაკეთოთ შევცვალოთ უფრო უარესი შევხვდათ ახალი ადამიანი. სამხედროს კანონის ფარგლებში. კომპლექსურად პრევენციის ისე რეაგირების კონტროლის საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგის და სამართლიანი გზით იბრძოლებს დანაშაულთან და არა მსოფლმხედველობასთან. თუ ჩვენ კონცენტრირებას მოვახდენთ მომავალზე, ანუ რის გაკეთებას ვაპირებთ, ამ რეჟიმში ჩვენ შეგვეძლება კონსტრუქციული თანამშრომლობა, იმიტომ რომ რაც თქვენ ილაპარაკეთ, მიმაჩნია რომ იმაში არაფერი საკამათო არ არის, არც ერთი სისტემა არ არის იდეალური. ალბათ თქვენ რო დაამთავრებთ თქვენს მოღვაწეობას ყოველგვარი ასე ვთქვათ იმის ქილიკის გარეშე მინდა ვთქვა, არც მაშინ იქნება იდეალური სიტუაცია და არც ამის შემდეგ რომ მოვა ხელისუფლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.